გამარჯობა. სალამი. ესე იგი დღეს აჩიკო გვაცა კაფეს ზესა შონირო ხო? ჩვენია ბურთი და მოედანი. ძალიან კარგი. წიწაკა მიყარე, მოყარე, რადგინა გააკეთე? ხარეები, გემრიელი. გვანცაზე რა თქვა არ ვიცი, გვანცა არ არის ხოლმე შემაწუხებელი. ეს არცაჩი არ არის შემაწუხებელი. არა, ერთადერთი რასაც გაწუხებს ეგ არის, რომ წიწაკა, ვაიმე წიწაკა. რა შვები, რა შვები. ეს ვამზადებ შემდეგი ბლოკისთვის, ნამსხვრისთვის და რო არ გაგვიშავდეს ეს ვაშლი. აი, მაშინ დაიწყე რას ვაკეთებ? ეს გვენი ყველა მიცის. რომ ლიმონი და გადაასხარო, რამე არ გაშავდეს. მე პირველად გავიგე. მიდი. მე ხო. დავიწყეთ? დავიწყეთ. რას ვაკეთებთ? ახლა ვაკეთებთ ქათამს, ქათმის ფილეს ვაკეთებთ, რომელსაც გამოვაცხობთ ღუმელში, საფანელში და პარმეზანში ამოვსვრით და მე შევდეთ ღუმელში. არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, ძალიან გემრიელია და ფანტასტიკურ გარნირებს უკეთებ. ერთი იქნება კომბოსტოთი, ყვავილოვანი კომბოსტოთი. კარგია. და მეორე აი ესეთი დაჭყლეტილი. უკვე მოხარშული. ესევე დავჭყლიტავ და შევყრი. მე დავჭყლიტავ. დაჭყლიტავ. კარგი, მოდი დავიწყოთ. სულ დავჭყლიტავ ყველა? ხო, ყველა დავჭყლიტავ. გამოდი. მოდი, დაჭყლიტვა შენ და მე ხარ დიმიტრი. ესე კანიანა. დღეს მივიღები ჭყლეტავი. ეს არის მოხარშული, კანიანა, მოხარშული კარტოფილი. ხო, უბრალოდ დაჭყლეტილი და შედებული იმაში. როგორ განიცადა რა? ეს ვიცი შენ. არა, კალადურთანა. აბა, ეს რა ჭირდება? მოდი შენ ეგ ნაზარზე გააკეთე და მე აქეთ დავიწყებ ქათმის გაკეთება. ხელი დავჭყლიტო? ხო, აი შეგიძლია რამე დანა. აი ეგ რა ხო, რა გინდა, კარგად ვაკეთებ რა. კი. როგორ მეტი არა. თან მუშტით არ გინდა. როგორ, რა გინდა? აი, კარგია. შეცვითხარი რამე, რომ ბარე მავირიო ბოლომდე. არაჩვეულებრივია. კარგი ხარ. სულ? ყველა, რასაც ხედავ, კარტოფილი. პატარა ზოგადად დაფნილი კი არა, დაჭეჭყილი კარტოფილი. ხო. აი, უფ. ხედავ მესამე უკვე როგორ რიოლად წავიდა. ესე იგი ამდენი წელი აქ ვარ და ძილს ვიპოვე ჩემი დანიშნულება, მაია. კარტოფილის არტოფილის ჭყლეტავი დიმიტრი ობოლაძე. მიდი შენ დაჭყლე კარტოფილი. შენ მიხედე კაცო, მიხედე. ქათამს გავამზადებ, რადგან ქათმის ფილეს მეტი დრო უნდა ვიდრე კარტოფილს. კარტოფილი უკვე წამოხარშულია, ცოტა გააკლია რომ შეიბრაწოს. და კომბოსტოც მალე მომზადება, მოკლედ დავიწყოთ ქათმს. მიხედე. ქათმისთვის გვინდა, ანუ ორი მასა გვინდა, ერთ მხარეს ვაკეთებ. ეხლა რაღაცა არის მოხარშული თუ რა არის? კარგი ეხლა. არა, ნუ აღარა. ერთი და всё. თუ ხედავ რომ არ არის კარგად მოხარშული, გაჭერი. კაი. გაჭერი და მე ნახევარი შეგიძლია დაჭყლიტო. გასაკვირველი. საოცრებები ხდება. აჰა. კარგი. არ არის მოხარშული. ბაკიბუკა. მოხარშული კარტოფილი აბაგიბუკა, ის ანარჩენი ხო? არა და მოხარშულია. მეტანაკალებად, ნინო. გული აქვს აი, მაგარი. ზოგ გააგზელი, ბოდიში რა, ბოდიში. არა, კარგი საქმე გააკეთე, შენ დიდი მადლობა. ავიღეთ ღუმელის ჭურჭელი. ავიღეთ ღუმელის, არა, ეს არ არის ღუმელის ჭურჭელი, ეს არის უბრალოდ ჭურჭელი, ანუ ორი მასა გვინდა აქ რა. ერთში იქნება ნიორი და ზეითუნის ზეთი, მეორეში იქნება პარმეზანი და საფანელი ერთად არეული. ჯერ ქათმის ფილეს ამაში ამოვავლებ პირველში ზეთის სველში და შემდეგ უკვე ამოვავლებ საფანელში და პარმეზანში. ნიორი პირდაპირ უმაც არა მოხრებული. ხო, უმინიორი. ძიმა დაჭყლიტავ. დედა რა წყლარად ზივარ, ჩემი თავის გამკვირვებია. იმიტომ რომ დიმიტრი მაიღო რაღაცა. ეხლა ბაი მეორე ნაწილში დაგალევლებ და. გაუშვებს მერიკო ნიორი თავის იმას მიუხედავად იმისა, რომ არ არის შებრაწული, ანუ წვის დროს არ უშვებს ხოლმე ნიორი თავის. ხო და ღუმელში ხო შევდებ? მე ამას ღუმელში ამიანა მიდის. ხო. და კი აუცილებლად გაუშვებს თავის ათქვის ნიორი გააკეთებს. კარგად ისანა და. ნიორი ზამთარში რო ცივდება ძალიან აქტუალური ის არის. ფრინველი. ნიორი საერთოდ ძალიან აქტუალურია, ნუ კულინარიაშიც ისაც ხო ძალიან სასარგებლოა. სამეცნიეროში არის ძალიან მაგარი, მართლა ოღონდ. ერთი მინუსი რაც აქვს, ყველა მხოლოდ ვიცით. ეს არის ერთი ამოსავლები. ვერიდებით. ვერ და მარილი? მარილიც აუცილებლად ქათამს. აკეთაში თუ შრალში? არა, ქათამს გავუკეთებ მარილს. თვითონ ქათამს. ხო. ასე. მეორე. მომეცი ხა ეს. ამას ნასვრეტები აქვს. არა უშვებს. დავაწყოთ ქათმის ფილე, ეს ქათმის ფილე შეგვიძლია, ნუ ცოტა პატარა ნაჭრები იყოს, როგორც გინდათ. ცოტა რო გავჭრათ რა უფრო მომზადდეს. იცი რას ვიზა? დავსერა, ხო, რომ უფრო სწრაფად მომზადდეს ჩვენ შემთხვევაში, რადგან ბევრი დრო არ გვაქვს. ისე არ ჭირდება. მაინც და მაინც. ანუ საბოლოოდ ეს გამოდის ქათამი გარნირით, ხო? ასეთი. ქათმის ფილეა, ხო, შემწვარი და გარნირით კი. კარგი. მარილი
დიმიტრი წავიდა მარილიო. ქვევით არის ყველაფერი. არა, მეცა ბაიკო. სამყაროთ. აი, აქ არის ახალწლო ყველაფერი ქვევით. რატომ ძალიან მიყვარს ღუმელში მომზადებული კერძები და მე თვითონ სახში ცოტა ყველა ეგრე შვება. ზუსტად გეტყვი მე. ღუმელოფობია რატო? მეც ვიცი რატო, აბა თუ მიხვდები რატო. რატო დიდხანს მზადდება თუ ვერ ვაკონტროლებთ პროცესს თუ არა. რა? ხარჯიანია. არა, არა. რა გიდევს ღუმელში? ღუმელში კექსის ფორმა. დაიწყე. სამი ცალი, ესე იგი სხვადასხვა ფორმის ეს თვითონ რაზე დიდები, ხო? მე ღუმელში რატო შვება ხოლმე ხორცი? აფავდე. იმიტომ რომ დიდხანს გვაქვს. როგორ არ უნდა გამოშრეს? ნაკლები დრო უნდა გააჩერო და მზად რო იქნება გამოიღო თუ ეგრევე. ინსტრუქცია. ეს ყველაფერი გამოსაღებია, გაიგე? როცა რაღაცა უნდა გააკეთო. მაგიტომ, ხოლმე მაგიტომ მერიკო, რომ ხო, უმთავრესი მიზეზი ეგ არის, ხო, ეზარებათ ხოლმე, იმიტომ რომ რაღაცები შედება, თან ნუ დროც უნდა და ცოტა ეგეც დიდხანს არის. უნდა ყველაფრის მომზადებას დროც ჭირდება, სამაგეროდ ღებულობ, ბევრად უფრო ჯანსაღ, ბევრად უფრო გემრიელ პროდუქტს. ცხიმო გამოცვლის ხო? კი. ნაკლებ ცხიმო. სად ახლა ტაფაზე შემწვარი და სად ღუმელს. გრილზე ხო ცხიმს აცლის გრილიც. გრილიც ცხიმი ქვემოთ ჩადის, იღვენთება და ბაცა მინდა შევცვალო ეს და დავიწყო იმითი რომ დავცალო ღუმელი, ხო? დააცალე ღუმელი ეს პირველად. გადმოატრია. არა, მართლა ბევრი ნივთი. ძალიან ბევრი კეთილთვისება აქვს ღუმელს. თუნდაც ის რომ სახლი არ არის მე რაღაცა სუნიანი და სახში დიდი ხანი შემწვარი კატლეტის. კეთილთვისებიანია ღუმელი მოკლედ. არის კი ფანტასტიკური. მე კიდე ერთი ფობია მაქვს. ძალიან ბევრი პროგრამაა. ღუმელი? ეყიდა მარტივი ვერე. მარტივია, მაგრამ მაინც ბევრი პროგრამა. რა პროგრამებია ბა? ორი სწორი ხაზი, ერთი სწორი Windows-ია? ხაზი, კლაკნილი ხაზი, ორი კლაკნილი ხაზი. აჰა, მაშინ ინსტრუქცია უნდა მოიღო. ინსტრუქციაც იქვედებს. ზემოდან, Excel-ი ქვემოდან, არის? საიდან გინდა? კარგი. მოვიტანეთ ეს ჩვენ. ნებო ეზი. ზეთევ. აბა, რას ვაკეთებთ ახლა? ანუ ქათამი არის უკვე მარილში და პილპილში ამოსვრილი, ხედავთ აქ. აქეთ გვაქვს აი სუნია კამოს. კი, კარგი. აქეთ გვაქვს ზეთი და ნიორი და აქ ერთმანეთს უნდა აურიოთ საფანელი და პარმაზანი. პარმაზანი ყველი. იმიტომ რომ იმიტომ რომ ძალიან გემრიელია. იმიტომ რომ ხავის რაღაცა განსაკუთრებულ გემოს ჯერ აძლევს. სახელი აქვს ისეთი რომ სურო რაღაც მიგიზიდავს. სურო არ გინდოდეს. ძალიან გემრიელი ყველია. თუ პარმაზანი არ გვაქვს, რით შევცვალოთ მიდუმალ ახლა. უფრო ხმელი ყველით უნდა შევცვალოთ. ძალიან გემრიელია და არაადეკვატურად ძვირი ამ საქართველოში. კი, პარმაზანი. როგორც ყველაფერი. ახლა უფრო. ხმელი სულგუნით შეიძლება ხმელი სულგუნით, ხო, ალბათ. ხოლმე ეს პარმაზანი უფრო ცოტა წვრილად რო იყოს გახეხილი უკეთესი იქნებოდა. იყოს დარჩეს კურკუშა. დიმიტრი, რაზე იცინი? არაფერზე არის ეს სიცილები მაქვს რა სიცილები ზედაპირი ეთერები და რა ვიცი სხვათა შორის გუშინ ჩვენს მორაგბეს დია ლაბაძეს ტულონში გაუხსნეს ვარსკვლავი. ქართული მორაგბეს ტულონში ვარსკვლავი გაუხსნეს და გუშინ მიულოცო და ქართული რაგბის კიდევ ერთი აღიარება და ამათმა დინამო მოიგო სუპერთასი, დინამოსაც ულოცო. მაშინ ძალიან კარგი. უნებლი არაფერი არ უნდა გქონდეს, პირიქით, ძალიან ხასიათზე უნდა იყო კარგზე. უნებლიე რა უნებლიე მაი. უნებლიე არაფერი არ არის უნებლიე ჯერჯერობით. რავი. მე დავიწყო რეცეპტის წერა, გვანცა რო წერს ხოლმე მიდი დაიწყე, და ხახსენეთ ყველაფერი ჩამოწერე. ეხლა შენ კალიგრაფიაზეც და. კალიგრაფია სასწაული. ჩვენ წლის ბოლოს გვექნება ნომინაციებში გამარჯვებული და წლის კალიგრაფოლოგის გამოვლენა იქნება და ხო, მე არ დამიწერია არც ერთ. აჩიკვარით ეს რატო არის დასურილი დაფა? და გაბულია გიორგი წლის მანიაკი. რატო? აუ 3 საათი ეთერში. 15 ჩართვა, თან რაზე ლაპარაკობს? მაგდენი ხარ გამძლეობა არ უნდა? სწორე ხარ. ხო, ბაი, დაუკვირდი კარგად. ეს რამდენია? კილო? ნე, მე 1 4 წალი ფილე. არის აქ. ეს უნდა დავწერო. ტირე 4. არ ვიცი რამდენი კილოა. სულ არ უნდა და. სულ უნდა. მუხარჯა მედანს. მე როგორ აგონგროლავებ. ამოვავლეთ ამ ზეითუნიზეთში და ნიორის მიქსში, რაც თავიდან გავაკეთეთ. დაგიჭერ მაინც ხელში აქ ვერ ვექნება. მართალი ხარ დამჭირდება. დიმიტრი ვერ გწნო პირდაპირ. ესე კარგად. მადლობა. დაიღე. ესეც გადადე თუ შეიძლება. რა პრობლემა, საით?
არის ჩვენი ღუმელის თეფში, რომელსაც ცოტა ზეთი აქვს დასხმული. იცი რა არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ხელი დამეწვა იმ კარტოფილს რომ ნაყავდი. აი ახლა ვიგზენი. ამოვავლოთ ახლა მეორე საფანელა და ნაზავში, საფანელი და პარმეზანი. კარგად, არ დაგვენანოს. და დავაწყოთ ღუმელის თეფშზე. ქათმის შეწვისთვის იდეალური გრადუსი რა არის? რამდენ გრადუსზე? ნუ ეს ახლა შევა 180-ში, 180 გრადუსზე არის დაყენებული ღუმელი, გადაამოწმოთ შეიძლება. და სადღაც დასჭირდება ალბათ 180-ზე არა, ეს 200-ზე მეტზე არის. ჩამოწიო? ჩამოწია 180-ზე, ხო. გახურებულია კარგად, გამოაღე? კი. ძალიან. ხო. ხო, მაშინ 180-ზე ჩამოწიე. ვაიმე, რატო არ ესე დასვენებული? კარგია, ბაიკო, კარგია. რა ვძეთ? აი რაღაცნაირად თავარი. ხოშტა რა მოიღე ხმა? წეს. მუშაობ რა. ხო, თან ილაპარაკე რო წე, ხმა მაგარ ლაპარაკობთ, არის ცოტა. ესე იგი, ცოტა წინ გაუსწარი მოვლენებს. ქათმის ფილე 4 ცალი, ზეთი ნიორი, საფარელი, პარმეზანი, გახეხილი, მარილი, პილპილი. ნინო, ბარემ რეკლამას დააწერე და გავიდეთ. ესე იგი რაც ღუმელში შედის და უკვე წინ გარნირიც წავიგდე წინ და არის მოხარშული კარტოფილი. და მე ყვავილოვანი კომბოსტო. კომბოსტო? ყვავილოვანი კომბოსტოს გარნირზე ეხა გადავალ. მოდი არ გაუსწრო ჯერ. ჩვენი მაყურებელი მოქალაქე ყობა გვეკითხება, რამდენ ხანში იქნება ზათო? 35 წუთი. ალბათ. ანუ ჯერ ქვემოთო თუ ჯერ ზემოთო? ფარგლებში. რას ნიშნავს ქვემოთ და ზემოთ? რას ნიშნავს? მეც არ ვიცი რა. ცეცხლი. ორი ღუმელს ორივე ჩავუხთავ, ახლა ქვემოთაც და ზემოთაც და დაიბრაწება სადღაც 40 წუთი მაქსიმუმ, მეტი არ დაჭირდება. აკაკია მიაყარე. გავაქანო? გააქანე ხო მიჩვენე. მერანო. ძალიან ბევრს უნდა არა, ბევრი არ აკადა უბრალოდ. დაიწყება. მელოტი იყო აშკარად. შემიღე ქალბატონო თუ შე. ეს სიგზეში უნდა ჩავდო, ხო ალბათ? თუ ესე? ესე. სადაა? შუაში. აი აქ. რაც მეტ კითხვას დავსვათ, უფრო მეტ პასუხს მივიღებ. ჭეშმარიტება გამოჩიბადება. მოკლედ. და დიმიტრის დესერტი რა იყო და გარნირი. და გარნირი, გადავიდეთ ახლა გარნირზე. ჭყლეტუნს, კარტოფილენს. ხო, ეს დაჭყეტილი კარტოფილი, ახლა უნდა ამოვალო დრესინგში. ეს კარტოფილი რა თქონია, რომ ძალიან ბევრია რა. არა? კარტოფილი ბევრი არასდროს არ არის. მაგას არა, გუბე. მით უმეტეს თუ ოჯახში ბავშვებიც არიან. მოდი, კარტოფილს არაფერი არ უნდა, ცოტა ზეითუნის ზეთი უნდა და მარილი გაწყობილი არა უნდა. ცოტა როზმარინი, ამიტომ გადავიდეთ ყვავილოვან კომბოსტოზე, რომელსაც უფრო გარნირს აკეთებ ტაფაზე. გარნირს არ ვაკეთებ ტაფაზე, გარნირი შეგვიძლია გავაკეთოთ ტაფაზე, მაგრამ ისევე როგორც ქათამი, მაგრამ მოდი გარნირის ღუმელში შევდოთ. მაგრამ ორი ერთად გამოვიდა. კარტოფილიც ღუმელში და ყველაფერი ერთად ხო. ალბათ დაახლოებით ერთად დაჭა. ამას ცოტა ნაკლები უნდა, ხო ალბათ ვიდრე 35 წუთი. მაგას ნაკლები უნდა. ხო და ისე დროს შევდოთ, რომ ერთდროულად მზად გამოვიღოთ ორივე. გინდა ყვავილოვანი დაგიჭრა თუ მეტი საქმე არა, ყვავილოვანს ნახე რა უქენი უკვე ჩავყარე ბლენდერში, უბრალოდ ჩოპერს რო ვეძახით, აი რო ჭრის. ხო, ნუ სულ ერთია ისეთი. და გამოვიდა ესეთი აი და ძალიან წვრილად. აი ეს კი პირველად. ხო. მეც პირველად. სხვათა შორის ამას მე სადღაც ვჭამე, სადღაც აქ არა და ეძახიან ყვავილოვანი კომბოსტოს კუსკუს. კუსკუსი ხო იცი როგორ ძალიან საყვარელია კუსკუსი და გემრიელი და სასა. ეხა ეს ტაფაზე რო დავდოთ, გადარჩება ეს წვრილად და სახიჭრებული კომბოსტო? კი, არა, როგორ არ გადარჩება. ამას მე ოდნავ მოვთუშავ ტაფაზე ბეკონთან ერთად, იმიტომ რომ ფანტასტიკური გემოსაძლევს ეს ბეკონი. ძალიან გემრიელი იქნება. და შემდეგ უკვე კვერცხი, ფქვილი შევკრავთ და შევდებთ ხუმელში, რომ გავაკეთოთ პატარა კოტლეტები. ნამდვილი ჯადოქარია. მაგრამ ფქვილის ნაცვლად მოვიტანე დღეს ნუშის ფქვილი. არ ვიცი თუ გაგისინჯავთ, როდესმე ეს ეძახიან. ეს ცოტა დაუყო შემიძლია. ამითი? 8-ზე დააყენე. ამით? ნუში, ანუ ნუშის გულის ის არის და ძალიან გემრიელია. დაფხვნილი ნუშია. დაფხვნილი ნუშია ფაქტიურად. აფხნელი ნუში. მოგემოწროა. მოგეწონა სხვა გემოვა აქვს? არა. ნუშის გემო, მაგრამ რაღაცა კიდე რაღაცის არომატი დაყვება. შეიძლება ესეთი არ დაფხვნილი ნუში, ბაიკო. არ მიჭამე არასოდეს. დავაყარებ. შეშხენ? დაუკელი რა ამას, ვერ დაუკელი, ჩამოიყვანე შვიდზე რა.
მოწოდეთ. აჰა. დავჭრა ეს კიდე სულ? არა, არ გვინდა სულ. აბა ცოტა არის? კარგი დაჭერი მაშინ. აი მაშინ არ გვინდა. მოიცი ბავშვი რო ეზოშია, ამოდიო რო ეძახია. მერე? იქნები რა რო ეუბნება. ამოდი ვიქნე ამოდი ბოლოს მობეს და მე ამან დაუძახა. ამოვიდე და ამოდიო და აი რა ვიქნები რა. გაიგე? ვერა. ვერ მოკები ახლა შემეშალა ამერია თანმიმდევრობა. ხო, აბა რა. დავჭრა? არა, აი ეს ქედი. ხო და მაგას ვამბობ მე. აჰა. გეხარ და მივხვდი? მეტი კარგად არ დამიწვა, ცოტა მობრაწე, მაგრამ არ დაწვა. ეს რა სული და ხოშტა, დაწერე ცოტა მობრაწე, მაგრამ არ დაწვა. და გუში რასაც ფიქრობ და ისიც მიაწერე. რას ფიქრობდი? რასი ფიქრობდა? აი დაწერს ხოშტა რა და ნახავ. მერიკო იყვნენ შენთან გუშინ ტანგოს მოცეკვავები? იყვნენ? ა დილით იმუქრებოდნენ ნავიდეთ ხო? კი, იყვნენ, დიდი დღესასწაული მოაწყო. შეუბერე ეს? კი. და ადგილი სად იცედა? გარეთ, თქო გაყინულია ლისტი. არა, რაც ამბობ, ხო, ბუხარია შუაში და ბუხრის გარშემო. პატარა ტერიტორია თით. არა, ეყო. კი. ერთი ხუხტა. გული გულობ. დაგვირეკა ტელემაყურებელმა. ხო. დიახ. და თქვა, იკითხა რომ მერიკო ხო არ გვირჩევს ფილე როგორ დავარბილოთო. და არ უნდა გამოვაშოთ და მე ნუ მიყურებ აყურებას მოგონი. ხო, მაგრამ მანამდე შეგვიძლია ჩავდოთ მარინადში. ჩვენ ხშირად გაგვიკეთებია ნებისმიერი სახის მარინადი, გვინდა ზეთი, შეგვიძლია რამე მჟავა, ან ლიმონი, ან ხო, რაიმე სახის მჟავა და მარილი პილპილი. ეს არის ყველაზე მარტივი მარინადია, ცოტა ხანი გავაჩეროთ, არ დამიწვა. და შემდეგ უკვე შევწვათ. შეგვიძლია არაჟანში გავაკეთოთ ეს მარინადი, არაჟნის მარინადი გავუკეთოთ. ისე შეიძლება დავბეგოთ. და შევწვათ, მაგრამ თავარი ის არის, რომ არ უნდა გამოვაშოთ ფილე. ჩვენ არასწორად დიდი ხანი გვაქვს ხოლმე, ან ღუმელში, ან ტაფაში იმის შიშით, რომ უმი არ დარჩეს და ვაშრობთ. მაგრამ ყველაზე ადვილი, რაც მერიკომ თქვა და არის აი 100%-იანი, რაც არბილებს და ფაფუქს ხდის, ეს არის მარილწყალში ჩადეთ, რამოდენიმე ხანი და მორჩა მარილწყალში იქნება და შევინახოთ ცოტა ხანი. საათი ან ღამე თუ დატოვებთ, ხლად გაფუშფუშ. კარგად რო გაუჯდეთ. არ გაქვთ ამდენი დრო დაბეგვეთ უბრალოდ და არაჩვეულებრივად რბილდება ისიც და რაც თავარით ცოტა ხანის შეწვით, რომ სითხე არ გამოუშრეს შიგნიდან. მართალი ხარ მინდა. აქ რა ხდება ამ დროს? ურევე. აქ მე ბეკონი ხო შევწვი. შევწვი ბეკონი. დავაყარე ყვავილოვანი კომბოსტა, რომელიც მანამდე ჩოპერში მქონდა ესე დაჭრილი და კომბოსტოს ღეროებს მაინც და მაინც ნუიხმართ, უბრალოდ თავები, რომ ის რაღაცა წვრილი წიწებივით რო აქ ესენი ყველაფერი დანაწევრდეს, აი ხა როგორც დაფაშია. ნიორი დავამატე. დავამატე მწვანე წიწაკა. ცოტა, ბევრი არ გვინდა. ხოჭა, ეგრე დაბლა არავინ არ ჩასულა აქ ამდენი წელია. რაც ვაგაცე. იცი რა საინტერესო ყოფილა აქ დაბლა. ვითარი მე საინტერესოა მეთქი. და აი სულ ცოტა ხანი უნდა აი მოტყდეს. რომ გადმოღება უნდა უკვე? ხო, ესე ხო უნდა. მაშინ წესერი კოზმული, ცოტა კარგად მოიღო. ეს ნუშის ისანი? მაგაში მე მგონი ფორმირებას ხო, იგი დაახარე და იმას ვიზო, მე გადავყო. ზეთი საერთოდ არ უქნია ტაფაზე. ძალიან ცოტა. ცოტა ზა. ცოტა ზეთი, ხო? უფრო სწორად ბეკონის ის იყო თვითონ ცხიმი. ხა აღარ გჭირდება ზეთი. აჰა, მორჩა. გადადი. ეხა უკვე შევაზაოთ, ცოტა მარილი, იმიტომ რომ ბეკონს თავისი აქვს და ბევრი აქვს და ბევრი არ გვინდა. საწავი და რა, ესა. ქვილი ხო არ გინდა? ქვილი, ნუშის ქვილი, მაგრამ შეგვიძლია ჩვეულებრივი ქვილიც ეხა. ცოტა ვიმეტიჩრე და ძალიან უხდება ეს ნუშის უხდება უბრალოდ თორე ნებისმიერი შეიძლება. ან საფანელით შეგიძლია შეასქელოთ, ან ჩვეულებრივი. ეს ფქვილი რისიც არ უნდა იყოს გჭირება იმისთვის რომ ფორმირება მოვახდინოთ. ხო, ნუ რაღაც ტექსტურაც რომ არ შეიკრება ის და მე ტექსტურაც არ დაგეშლება სულ რა. დედა რა უცნაურია, მაინც გინდა გასინჯო კიდევ ერთხელ. რა არის უცნაური? კარგად ამოურიოთ. კიდე მინდა ცოტა. ეს ნუშის ფქვილი შენ გააკეთე თუ იყიდება? არა, იყიდება ესა. დაფქვილი. ხო. კაი, მაგრამ მარტივად შეიძლება რომ ჩვეულებრივად ჩანაცვლეს ჩვეულებრივი, რომ ეხლა რა რიტუალო კი, საფანელით. კი, იმიტომ რომ რო გითხრა ეხლა რომ რაღაცა ნუში დაკრავს ისე რომ რაღაც სუსტი გემოა. ეს არის, ხო. პილპილი.
თავი. ფერფილ. და გჭირდება კვერცხი. რომ ეს ყველაფერი კარგად შევკრათ. შეიკრას. რამდენი? მოდი ჩამიტეხე ერთი ცალი ჯერ. აი როგორ მიყურებთ ახლა აი რას გააფუჭებს აი რას გააფუჭებსო მერი ერთი ერთი სანამ მოგყვი მე მგონი ეყოფა ერთი თუ არა დავამატებ თუ არა აქ არა ვარ კაცო მეტი არაფერი არ დაამატა დაფაზე ადგილი აღარ არის კარგად ეს აი კვერცხი უბრალოდ შესა უნდა შეიკრას კი კვერცხი სხვა შორის იმ ადრეს ამ შემდგომში ვიყენებდი ხოლმე რა ასრულებს ცემეს დემოს უგრებდნენ ადრე ისტორიულად აი მულტფილმში რვა რა ხსოვს ეს ქალაქი დავიბრუნე აუ რა მაგარი ახლა აი ძალიან მაგარია რა ქვია მულტფილმი როსვავს და როჭანოს კაცო ბუჭა სოფრიჟენებას რა უნდა კი არა წიწილ ნახევარად თუ ნახევარ კატა რა მაგარი მულტფილმია კიც ვაცური ციცი აგური ტალახი პამ 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 ვიცი ახალწელს მომამღერო და რეპეტიციებს გავდივარ აჰა ეს კიცი კიცმაცურიც იკითხა მაყურებელმა ამას რისთვის ვიყენებთ ამით გავაკეთებთ ახლა გუნდებს მიუდებთ იმ ჩვენ ქათამს და ესეც გამოვა ქათამთან ერთად მოიბრაწება კარგად ირგვლივ ეხლა უბრალოდ ვამოწმებ კონსტიტუცია როგორია ხო არ დაიშალოს ხო კონსტიტუცია კონსტიტუცია კონსისტენცია ნუშის საფანელმა რომელმაც საგონებელში ჩამაგდო და აქამდე ვერ გავიგერის იგემო აქ ხო შეიძლება რამეთი შეიცვალოს მაგალითად ჩვეულებრივი საფანელით ხო კი ბაიკ შენ არ მისმენდი ხო აია მე ფიქრებში ვიყავი აი წასული კომანდროს სინჯავდა რომ გემო გამოეცნო ხო ძალიან სუსტი არომატი აქვს ნუშის ხო კი არ არის არ მგონია რომ ეს მარტო დაფრენი ნუში იყო ერთი კვერცხი სხვა უნდა და შემთხვევით მოიცა დიმიტრი მაპატია გავკადნიერდი რა რაღაცნაირად ამასობაში გაკადნიერდი კი არა მთელი კარტოფილის გარნირი შემოგეჭამა კი ამასობაში შენ მარტო ნინო გამიხსენი ხა ისა აქ უნდა დავაწყოთ ეს ჩვენი გუნდები ხუმელი ხო გავხსნა უკვე ხო რატო აი რამდენი შეკრე პატარა ა ზედვე აწყობ ქათამთან მოიცა ხო მაგრამ მაშინ ცოტა იქეთ უნდა გაგვეწია ის რა არა ჯერ და გვერდზე მიუწყობთ აქ პროცესი მიდის ძალიან აქტიურად უნდა გაცივდება გითხრა დახური ღუმელი ტემპერატურა რა გაცივდება ის გააციებს ამა კი გაცივდება ხო მაგით რა ვიგეში კარგით ეხლა მოვიდა სტატისტიკის მომესმა კლავ კურიერის მოკლე ანონსი და დავბრუნდებით სულ მალე დაგვედოდით ჩვენს ღუმელთან ერთად მართლაც რომ მოკლე ანონსის შემდეგ ჩვენ დავბრუნდით ეთერში გავხსნა ისა ღუმელი შევაწყო დავიწყო გავაგზავნო იმიტომ რომ ეს ბუთები გავაკეთეთ უკვე ხედავს მაყურებელი მერკომ არომატის ვაშლები რომ მოგვეწყო გარშემო არა კომშები ეს ისე ჩემთვის ვიზაყი რაღაცა იდეები მაქვს მომეც ადავალაგო მითხარი მაგას ეს ვერ დაიწובה და დაიწვები და გამოაღე მოდი ბაია შენ ხელები არ გეწובה მომეც ის რეზინის ზაღლები თუ რაღაც ბაიკო იჯექი ერთი ცალი განებე ბაიკოს გამოწიე უბრალოდ გამოწიე ხო მოგეხმარებ მეტი არა შო მაგას რა ქვია ამას ვახ ბიჭო ძალიან ცხელია მოიცა ეს არ შევა არა კავე მომეცი და არა კავე რა ვამეწა ხელი გიშები არის დაგვანებეთ თავის ცოტა ხანი ბაია ა დამდეგ გაუმარჯოს დამდეგ საგაუმარჯოს რა სიჩუბია თუ უკან გიდაური ნინო თუ გეწვის ხელი შეიყვირე ცოტა არა უშავს კარტოფილის მაშინ გვერდზე კომში არ არის ბაშლი აჯერცი არა ისა მარტო უკვე კარტოფილი და კარტოფილს არაფერი არ უნდა მარილი უნდა ესევე დაჭყლეტილად შევყარო აი ესე შევუხედავად პირდაპირ ყრი კი როზმარის მოვაყრით ამას რა უნდა ვქნათ პლასტიკურს ვერ გავუკეთებ ბაია და ამას არაფერი აღარ ეშველება ისე თან ადამიანმა დაჭრილდა ერბილი მიდი ციცაკა რაც გინა ჰაჩიკოცა და როზმარი ზეთი მაქვს ქვემოთ ამოიღე თუ შეიძლება ზზ ეს არის ზეთი ცოტა გადაასხი აი ესე აი აი ესე ზერელეთ მოვასხა რა ეს აი ზუსტად აქ არის გამოსაყენებელი ის შეროპულიზატორით ხო გვაქვს სადღაცა როზმარინი ფულფელისად შემოქმნილი როზმარინი ძალიან უხდება კარტოფილს ღუმელში გამომცხვარს მithumetes ეს იქ შეგნა ჩავედო მე რა დაგვეყარა ეგ ზევიდან ხო დიმიტრი რო ჩაერთო ხედავ რამდენი კარგი და სასარგებლო იდეა მაქვს ეს უერთებოდი მაგრამ ჰა პანჩურას ვირტყავდი იქით მაგდებდა ეს უნდა რა ვიცი ეხლა უბრალოდ ნაკლებობაა კადრების და არა უბრალოდ სწორი როდენობაა კადრების კადრების ნაკლები მართა მავიწყდეს
რაგებია? მექსიკური კარტოფილის გაკეთება მინდა და გაჭრა უკვე? როზმარინი სულ მავიწყდებენ დრო არა მაგდა. შენ არ გაქვს აივანზე როზმარინი? აი, ეგ შეცდო. ხონდა სხვათა შორის და გამეყინა შაშა. გაგეყინა? საშინელი. აი, კარგად იტანს. სულ დროს და ვერ მოასწრი ამე? უკაცრავად სულ ადგილას იდგა ისე რომ სულ წვეთავდა და იყინებოდა მიწა ის და წვეთავდა რა? დაიღუპა ეწვეთებოდა წყალი? მე მაქვს სპეციალურად ყინულში გაიკეთებია, მოგიგლია. გაგმული და არაფერი არ მოსდის ბაიკო. აქ როზმარინები დარგულია, ხო, რაღაც აქის რაღაცები. მეც მაქვს, მეც. შენ არა, დავფურში. ხოცნებში. ხმა რა სახში? სახში მაინც და მაინც არა. უფრო სწორედ უფრო იქ, უფრო ბიზნესში. იქეთ, ხო. ბიზნესში. სულ ეს იყო ჩვენი ქათმის ფილე, თავისი ორი გარნირით. ეხლა მოვესწრებით, იმიტომ რომ შემდეგ ბლოკში გავაკეთებ. მოესწრებით. გავაკეთებ. მოგესწრება. დესერტს და საკმარისი დრო ექნება რომ გამოცხეს, გამოვიდა და გავსინჯავთ. თუ ვერ მოესწრებით, ვერ ჩვენთანაც დავენ, იცამ დესერტს ვერ მოესწროით, ან რეკლამაზე გავივით. საოცრად სანამ არ გაგვიმარჯვა. მოკლედ, ეკალას გადებ მერიკოს ლაშის გოზე